ჩვენი ჩრდილოეთ მეზობლის პრეზიდენტი ახალ ესკალაციას ანონსებს და მოდით გვაქვს ვიდეო ვაჩვენოთ. Было принято решение о создании необходимой буферной зоны безопасности вдоль границ. Наши вооруженные силы сейчас эту задачу решают. Активно подавляются огневые точки противника. Работа идет. При этом вновь обращаю внимание, что уже сейчас, естественно, с учетом ситуации в Курской, Белгородской, Брянской областях, надо разворачивать работу, чтобы восстановить и отстроить все разрушенное. Помочь людям вернуться в свои родные поселки, села, там, где это позволяют условия безопасности. Восстановить всю транспортную и другую инфраструктуру, устойчивую работу промышленных и сельхозпредприятий, поддержать предпринимателей и их коллективы. В этой связи поручаю Минэкономразвития России совместно с коллегами из администрации президента подготовить в максимально короткие сроки программу комплексного восстановления пострадавших районов Курской, Белгородской, Брянской областей. Პუტინის განცხადება არის შემდეგი შინაარსის. მივიღეთ გადაწყვეტილება, შევქმნათ ჩვენს უკრაინასთან მოსაზღვრე რეგიონების მიჯნაზე ბუფერული ზონები, უკრაინის ტერიტორიაზე იგულისხმება. ბუფერული ზონები, რაც პრევენციას მოუხდენს ჩვენ ტერიტორიაზე თავდასხმების განხორციელების, სარაკეტო და საარტილერიო დარტყმების განხორციელების და პარალელურად, როგორც თქვა, კურსკის, ბრიანსკის და ბელგოროდის რაიონებში უნდა მოხდეს აი დაზიანებული მოსახლეობის დახმარება, რომ მათ რეაბილიტაცია მოახდინონ, ბიზნესის დახმარება, აღდგენა და ინფრასტრუქტურის მოწყობა იმისთვის, რომ დაზიანებული დასახლებები ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში. თავარი შინაარსი არის, რომ ბუფერული ზონა უნდა შექმნან რუსეთის მოსაზღვრე ტერიტორიებზე, უნდა გაწინოს. ანუ როგორც გადავთარგმნე რა, მე როგორ გავიგე ეგ ინფორმაცია. რაც გამოცხადებული აქვს რუსეთს უკრაინის ტერიტორია თავისად. ანუ რომ თავისი უნდა იყოს. იმ ტერიტორიების იქით არა, აქ არის საუბარი, ეგ ტერიტორიები ხო არის უკრაინის აღმოსავლეთში და სამხრეთ აღმოსავლეთში. იქ არის საუბარი უკრაინის ჩრდილოეთში, რუსეთთან საზღვარზე. აი ეგერ შეგვიძლია ვაჩვენოთ. ანუ მან თან ლოგიკა როგორ არის, იცი რომ თუ ამოცანა ის არის რომ ბუფერი იყოს რაღაცა. ბუფერი უნდა უზრუნველყოფდეს, რომ საარტილერიო ცეცხლი აღარ უნდა წუდებოდეს რუსეთის ტერიტორიას და ეგ ნიშნავს, რომ რამდენიმე 50 კილომეტრი. 50-60 კილომეტრი უნდა გაწიონ მაშინ. აგერ არის, ხედავთ, აგერ უკრაინის რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიებია ეს წითლად და რა ოლქები დაასახელა რუსეთმა: ბრიანსკი, კურსკი და ბელგოროდი. აი ამ სამი ოლქის გასწვრივ, როგორც ჩანს, კონტექსტი ეგრეა, ბუფერული ზონები უნდა შეიქმნას იმისთვის, რომ ამ სამ რეგიონში ხდებოდა დაზიანება რუსეთის ტერიტორიების და შეჭრის ცდილობები, კურსკში შეიჭრენ, ბელგოროდში შეიჭრენ, ბრიანსკშიც იყო რაღაც დაბომბები და შეჭრის მცირე ცდილობები, აი ესე გასწვრივ უნდა მოხდეს ბუფერული ზონის გაკეთება, საზღვრის გადაწევა. ანუ მაგ მიმართულებითაც შესვლას აპირებს. კი, ეხა ეგ რანაირად თანხვედრაშია იმასთან, რომ ომი მალე დამთავრდება? არ არის თან. როგორც ჩანს, რადგან ასე ითქვა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება. ეს ხო ფორმულირებას ხო აქვს მნიშვნელობა. კარგი იქნება ან ვაპირებთ შევქმნათ ზონა ბუფერული ეგ ერთია, მაგრამ აი მიღებული იქნა ახლა საგანგებოდ გადაწყვეტილება ბუფერული ზონა შეიქმნას, ეგ გულისხმობს ალბათ, რომ რაღაცას გეგმავენ მასშტაბური იერიშის განხორციელება ჩრდილოეთის მიმართულებით. ნახე, საით იქნება იერიში, ეგ ცოტა რთული სათქმელია, მაგრამ რუსები აპირებენ, რომ ამ ზაფხულს რაღაცა თავისი რესურსების რეალიზება მოახდინონ, რაც არის მან ფრონტზე. და სად იქნება ეგ შეტევა?
ეგ ცოტა რთული პროგნოზის თემა არის. თეორიული ვერსიაც ვთქვათ, აი მოდი ახლა ჩვენ არ ვიცით რას გეგმავს რუსეთი. ახლა მთავარი შეტევა აი ეგ გადაიტანეთ რუკა რო გამოვიტანოთ შეიძლება. მთავარი შეტევა ეგ დონეცკის მიმართულებიდან ხორციელდება, აი პოკროვსკი მთავარი ქალაქი და კონსტანტინოვკა აი ამ ჩრდილოეთი და დასავლეთით მიმდინარეობს და ნუ ძალიან აჩქარდა წინსვლის ტემპი. დღეში საშუალოდ 25-30 კვადრატული კილომეტრის დაკავება ხდება რუსების მიერ. ეხლა თეორიულად ჩვენ არ ვიცით რა გეგმები აქვთ რუსებს, მაგრამ თეორიულად არ გამორიცხავს, შეიძლება არც იყოს დიდი აქედან ჩრდილოეთიდან დიდი იერიშის გეგმა, არამედ განცხადება იმის შესახებ, რომ აქ ჩრდილოეთიდან დიდი იერიში გეგმება და შეიძლება რაღაცა ძალების კონცენტრაცია იმიტაციისთვის იერიშის შეიძლება გამოყენებული იქნას იმისთვის, რომ დონეცკის მიმართულებიდან ძალები გადაასროლიდნენ უკრაინელებს, გადაანაწილებიდნენ ჩრდილოეთით და აქ ძალების დეფიციტი გამოიყენონ რუსებმა ზაფხულში იმისთვის, რომ მეტი ტემპი ქონდეს წინსვლის. ეს ახლა ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ გინდა თუ არა დიდი იერიში აუცილებლად იგეგმება, იმიტომ რომ წინა წლებში ყოფილა რაღაც მოლოდინები, მიუხედავად იმისა, რომ ახლა პუტინი რო განცხადებს, რომ ბუფერის შექმნას ვაპირებთ, ასეთ დონეზე განცხადებები არ ყოფილა არასოდეს, რომ აი რაღაც მასეც ვაპირებთ, მაგრამ მიუხედავად იმისა, შეიძლება ისეთი ვერსიაც განვიხილოთ, რომ ეს არის რაღაც ტაქტიკური, ასე რაღაცა თვალის ახვევა პრეზიდენტის მიერ განცხადებით, რომ აქ ძალები დააკლდეს უკრაინას, მაგრამ თუ მაინც წარმოვიდგენთ ახლა, რომ რუსებს ყავთ რეზერვები იმისთვის, რომ აქ სხვილმასშტაბიანი შეტევა სადმე განხორციელდეს, ეგ ნუ პრაქტიკულად გარანტირებულად ნიშნავს იმას, რომ აი აქ, სადაც დონეცკში ისედაც სწრაფი წინსვლა აქვთ რუსებს, უკრაინელებს სერიოზული დეფიციტი ექნებათ იმის გამო, რომ ეხლაც ჩანს, რომ დეფიციტია, ეხლაც ჩანს, რომ აი ამ გამაგრებული საყრდენი პუნქტების შეკავება უკრაინელებს უჭირთ და ნელ-ნელა, მაგრამ მაინც ნუ მაგალითად პოკროვსკის და კონსტანტინოვკას შემაერთებელი ტრასა უკვე ფიზიკურად გადაჭრეს. მაქამდე აი ეს ტრასა, აი ეგ არის ეს ტრასა. აი ხა მაგალითად ჩვენ დაახლოებით კვირის დასაწყისში რომ ვამბობდით, რომ აი ეს ტრასის გადაჭრის თემა, თუ არ ვთქვი, აი ეს პატარა მონაკვეთი იყო გადაჭრილი. აი ხლა აი ამ მონაკვეთებს ხო საკმაოდ ესეთი ამომის ბოლო წლებისთვის სწრაფი ტემპებით რუსები წინ მიიწევენ. და კონსტანტინოვკა პოკროვსკის ნახევარ ალყის ორგანიზებას ცდილობს. მოდი გავყვეთ მთლიანად ფრონტს და შესაძლო შეტევის მიმართულებები განვიხილოთ. აი ხა ჩრდილოეთის მიმართულებებზე როცა იყო საუბარი, მანდ არის რა პრობლემა, ნახე? აქ არის ორი ესეთი მსხვილი ქალაქი, სუმი და ხარკოვი, რომლებიც ხარკოვი მაგალითად მილიონიანი ქალაქი არის. მე არ მგონია რომ რუსებს ახლა აქვთ იმ რაოდენობის რეზერვები, რომ ან სუმის ან ხარკოვის შტურმი აწარმოონ. ამიტომ ჩრდილოეთის მიმართულებით თუ რამეს აპირებენ, ეგ მართლა რაღაცა ბუფერული ზონის შექმნის იქით არ ამგონია რომ წავიდეს. ამ ფრონტის ამ მონაკვეთზე მოდი ეს. მაგრამ მოდი ასე ვთქვათ, ბუფერული ზონის შექმნის შემთხვევაში, ნახე, ბუფერულ ზონას ხო არა აქვს აზრი, აი შექმენი მარტო აქ, სადღაც პატარა ბუფერულ ზონას თუ ქმნი და აზრი შეიძლება ქონდეს, მაშინ მთელი საზღვრის გასწვრი უნდა გაწიო, ხო? ეგ არანაკლებ რესურსებს გულისხმობს. ჩემი აზრით, ეგ ნიშნავს, რომ ფრონტი ახლა აქტიური ფრონტის ნაწილი რაც არის ხარკოვი და ზაპოროჟია, ფაქტიურად ერთი მაგდენი დაემატა. ხო, ეგ და მაგას სჭირდება რაღაც კოლოსალური რეზერვები. ეგ არ არის უფრო მცირე ზომა, პლუს 400,000 კაცი სჭირდება სადღაც რაც ახლა ადგილზე. ეგეთი რეზერვები საიდან უნდა გააჩინონ რუსებმა, ცოტა არ ვიცი რა. ჩემი აზრით, თუ რამე მართლა იგეგმება სხვა მიმართულებაზე, მანდ იქნება ალბათ სადღაც აი როგორც უკრაინელებმა გააკეთეს, აი შევარდნენ იმაში კურსკის ტერიტორიაზე რაღაც ერთ მონაკვეთში და გარღვევას წადეს. თუ რამე იგეგმება, შეიძლება მასეთის წადონ პირობითად, აი პირობითად რო ვთქვათ, ხარკოვსა და სუმს შორის და რაღაც გარღვევას წადეს, ხო? და ნუ მაგის შანსი რომ ამ გარღვევამ ახლა რაღაც სრული ალყა გამოიწვიოს ხარკოვის არ არსებობს, ალბათ, მაგრამ აი აქ რო რეზერვები მაგის გამო მნიშვნელოვნად დააყრდეს უკრაინელებს და აქ მერე რუსების წინსვლა აჩქარდეს,
ეხლა ყველაზე რეალისტურ ვერსიებს თუ გამიხილავთ, მე ეგ მგონია ყველაზე. მე მაგალითად ამ მომენტში ფრონტის კონფიგურაცია როგორიც არის, ერთი ვარიანტი ჩემი აზრით არის რუსებისთვის საკმაოდ აქტიური მიმართულება კუპიანსკი, სადაც მოხდა ფორსირება დინარის და დინარის მეორე მხარეს მათ პლაცდარმი უკვე შექმნეს და ფაქტიურად კუპიანსკს ჩრდილოეთიდან მიუახლოვდნენ. შესაბამისად თუ ისინი ამას აპირებენ, აი ეს საკმაოდ დიდი ის არის დარჩენილი უკრაინელების, პლაცდარმი დინარის გადაღმა და ფაქტიურად რუსებს თუ უნდათ რომ რაღაცა ლოკალური წარმატება აჩვენონ, ერთ-ერთი მიმართულება შეიძლება ეს იყოს, იმიტომ რომ აი რაც მათ თვითონ დაემართათ მაგალითად ხერსონის მიმართულებაზე, იქ რა თქმა უნდა ხა დინარე დნეპრი იყო და ბევრად უფრო პრობლემური იყო, მაგრამ აი აქაც ახლა მაგრამ ეს ამის ლოკალი ანუ მასშტაბი რო რაღაცა რა თქმა უნდა მასშტაბი პატარა, მაგრამ აი აქ მაგალითად ახლა საკმაოდ ძალების კონცენტრაციით აი ამ კუპიანსკის და მიმდებარე ტერიტორიების აღება და ამ უკრაინულ პლაცდარმის ლიკვიდაციაში ერთი ეგ შეიძლება იყოს პოტენციურად, ხო? მეორე აქტიური წინსვლები ხდება, აი ძალიან დიდი ხანი რომ გაყინული იყო მაგალითად ფრონტი, ეგ არის სევერსკის მიმართულებაზე, ანუ ეხლა თუ ხედავთ მაგალითად აი სევერსკი არის დასახლებული პუნქტი, რომელიც აი რო დაიწყო ომი იმის მერე ფაქტიურად აი სხვათა შორის უკრაინულ მხარეს თუ კარგი გენერლები ყავს, ერთ-ერთი მე არ ვიცი ეხლა აი ეს მიმართულება ვის აბარია, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ესეთი ყოჩაღი თავდაცვის ორგანიზება, რომელიც უკრაინელებს ფრონტზე მოუხერხდათ, იყო აი ეს მიმართულება, ანუ სევერსკის გარშემო. ეხლა საკმაოდ მიუახლოვდნენ რუსები, შეიძლება ამ მიმართულებითაც მოხდეს. შენ რაც აღნიშნე, ანუ 2.5 ალყის ორგანიზება, რომელიც ეხლაც მიდის კონსტანტინოვკა და პოკროვსკზე. ეს არის პოლიტიკურად გამართლებული, იქიდან გამომდინარე რუსების ერთ-ერთი ამოცანა არის აი დონბასის აღება, ხო და ეს კონსტანტინოვკა, სლავიანსკი და კრამატორსკი, აი სლავიანსკი, კრამატორსკი და კონსტანტინოვკა, ეს ხაზი არის რაც რუსებმა უნდა აიღონ, რომ პროგრამა მინიმუმი შეასრულონ და თქვან, რომ ომი მოვიგეთ. აი ამ ტერიტორიის დაკავება რუსებისთვის ნიშნავს, აი ამ ტერიტორიის დაკავება, რომ პროგრამა მინიმუმ შესრულებულად გამოაცხადებენ. და სუფთა სამხედრო ლოგიკის თვალსაზრისით მე ვიტყოდი, რომ თუ დაუშვათ გრძელვადიანზე არიან რუსები ორიენტირებული, შეიძლება ცადონ, რომ აი აქ სამხრეთის მიმართულება, რომელიც კაიხანია გაყინულია, ზაპოროჟიეს მიმართულებაზე აქ რო დიდი გაჭრა გააკეთონ, აი როგორც თავის დროზე თუ გახსოვთ, უგლედარის აღების მერე რო ჩამოიშალა აქ ფაქტიურად მთელი ფრონტის მიმართულება, აგერ არის უგლედარი, ხო? ვისაც გახსოვთ, ფრონტი გადიოდა სადღაც აი აქ, მთელი აი ეს ტერიტორია, უამრავი დასახლებული პუნქტებით დაიკარგა და აქ წინსვლის ყველაზე მეტი ტერიტორიული წინსვლის პერსპექტივა სინამდვილეში რუსებს აქვს სამხრეთის მიმართულება. პერსპექტივაც და სინამდვილეში ახლა აი დრო წარმოვიდგინოთ, რომ ომი გაჩერდა და აი დაუშვათ რა მიჯნაზე გაჩერება რუსეთისთვის სტრატეგიულად უფრო მნიშვნელოვანია. აი ეს სახმელეთო ხიდი ყირიმისკენ და იქ რო შესაძლებელი იქნება დისტანციის გაწევით მე რაღაცა სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა, კომუნიკაცია დაცვა უფრო ადვილი იქნება, აი ჩრდილოეთით ამის გაწევა, ანუ აი ეს ასე გამოწევა დაკავებული ტერიტორიის იმის ნაცვლად, თქვათ, აი აქეთ წაიყვანოს შეტევის განვითარება, უფრო მომგებიანია სტრატეგიული თვალსაზრისით. აქ ეხლა სლავიანსკ, კრამატორსკს აიღებენ თუ არა, დიდ სტრატეგიულ სურათში კი ცვლის, რა თქმა უნდა, უპირატესობას აძლევს. ანუ ეგ არის რეპუტაციული და ის არის სტრატეგიული.